кому-то не нравится, все-таки мы видим, и чувствуем, и знаем определенные... კიევის რეჟიმისგან მაინც ვხედავთ რაღაც გზავნილებს, რომ ისინი მზად არიან გარკვეული დიალოგი აწარმოონ. ერთადერთი, რასაც ყოველთვის ვამბობდით და ახლა იმავეს ვიმეორებთ, ჩვენ მზად ვართ და გვინდა ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულება. თუმცა იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც მე განვსაზღვრე გასული წლის ივნისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში და რაც ითვალისწინებს ამ კრიზისის საწყისი მიზეზების მოგვარებას. მაშინვე, როგორც კი ჩვენმა სამხედროებმა უკუაგდეს მოწინააღმდეგეები კურსკის ოლქიდან, სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად გადავიდა რუსეთის შერეღებული ძალების ხელში. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სამხედროები წინ მიიწევენ მთლიანი შეხების ხაზის გასწვრივ. ზოგიერთ რაიონში უფრო სწრაფად, ზოგიერთგან შედარებით ნელა, თუმცა მოწინააღმდეგე ყველა მონაკვეთზე უკან იხევს. ჩვენი ქვედანაყოფები აქტიურად და ეფექტურად მოქმედებენ ლიმანის სამხრეთ მიმართულებაზე. სამხედროები უკვე ქალაქში არიან, სადაც მიმდინარეობს ბრძოლა და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში სრულად იქნება ჩვენ კონტროლქვეშ. ახლა ჩვენ ვაკონტროლებთ ქალაქის ნახევარს, წინსვლა გაგრძელდება უფრო სამხრეთით, სლავიანსკის მიმართულებაზე. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ამ აგლომერაციაში შედის ქალაქი კონსტანტინოვკაც, სადაც ასევე მიმდინარეობს ბრძოლები და რომლის ნახევარსაც ასევე ვაკონტროლებთ. ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენი სამხედროები ამ ქალაქსაც აიღებენ. ზელენსკი მსახიობია, თანაც ნიჭიერი, ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ და ეს მისი წარსულში გადაღებული ფილმებიდან ვიცით, თუმცა ამაზე არ ვსაუბრობთ. ქალაქის აბრა, ქალაქ კუპიანსკიდან დაახლოებით 1 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მაშ ზღურბლზე რატომ დგახარ? შინ შემოვდით, უკი კუპიანსკი თქვენ კონტროლქვეშაა.